ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით. მე ვარ შალვა რამაშვილა, თქვენ უყურებთ გადაცემას აკრედიტაციის გარეშე. პატარა გორი მართლაც დიდია, იმიტომ რომ უკვე მეორე გადაცემას ეძეთ კეთდება აქედან. ძალიან ნიშანდობლივმა ისტორიამ ჩამოგვიყვანა გორში. თავისუფალი დემოკრატების ადგილობრივ ტიპს, თავარ ტიპს, თამაზის, მეგონი, გვარი არ მახსოვს ვკითხავთ, შეექმნა პრობლემები. უბრალოდ პრობლემები ჩვენს ქვეყანაშია ზოგადად, მაგრამ მეტად სახასიათო პრობლემა შეექმნა. ეხლა მოვედით თავისუფალი დემოკრატების ოფისში, აგე ლამაზი ბიჭია, ირაკლი, ბეძზე არწივი არ ახატია, მაგრამ კაი ტიპია რა, ესე ვიზუალია. და შევიდეთ ნახოთ, აბა გამარჯობათ. გამარჯობათ. ვინ არის თავარი, უფროსი? დაჟდარა აგერ აქ. აბა რას აკეთებს კომპიუტერში? აბა უგულავ შეზღუდული სერვერების ქონა. მე რა მაინტერესებს, თქვენ რა გაინტერესებს? რო დაგდებთ ისა შიფერის გამო. აბა ეხლა მოვყვეთ რა მოხდა რა. რა მოხდა და შენ ხარ? თამაშიშვილი. ვინ ახარ? თავისუფალი დემოკრატების გორის ორგანიზაციის. მანამდე ვინ იყავი? მანამდე ვინ ვიყავი და რომელიც სად მუშაობდი ბავშვი? რა პროფესიის კაცი? 2 წელიწადნახევარია ბატონ ირაკლისენის. პოლიციელი ხო არ ახარ? პირადად მუშაობდი. ო, აბა სა არა, ალაშანია, კაკებე, გასაგებია. ყველანი კაკებეში ნიკე. დანარჩენი ჩვენი. არა. ძირითადად ხო? ხო, კარგი. მაგრამ ეს არ არის პრობლემა. შეგიძლია გამოისყიდო სამშობლოს წინაშე. რაზე? მე არაფერი მაგჯერზე ჩამოშალო მოსასყიდებ. კაი, დავიწყეთ, აბა რა ხდება? არაფერი ალბათ გაიგებდით, სოფელ ქვახოლში ვიყავი დაახლოებით 1 თვის წინ. სადაც შეხვდით, დავდივართ მოსახლეობას, ხვდებით რაიონებში, ხვდებით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს. და ერთ-ერთი ესეთი იყო ცირა სადაღაშვილი, სოფელ ქვახოლში. მოქალაქე ცირა სადაღაშვილი, ხო? რომელიც უკიდურესად გაჭირებულ მდგომარეობაში ცხოვრობს და ითხოვდა მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში ეს ქალბატონი თხოვდა ადგილობრივ გამგებელს, სხვათა შორის რომელიც მოგვარია ამ ქალბატონის. ხო. 50 შიფერს ითხოვდა. 50 ცალს რა. 50 შიფერს, კი, რომ გადაეხურა, აწვიმდა თავზე რა და ეხლა ჩვენ კაუნის თანახმად არ გვაძლევს კაუნი მის უფლებასო პარტიის სახელ დახვარებოდი და შევპირდი მაშინ ჩემად პირადად თუ რამის საშუალება მექნებოდა აუცილებლად პირადად ხო? კი რა თქმა უნდა პირადად ვიცით რომ კაუნი აღარ გვაძლევს საშუალებას და ესე გუშინ წინ დაახლოებით 2 დღის წინ მომეც ამის საშუალება ვიყიდე დაახლოებით 35 წელი შიფერი მეტი აღარ დაჭიდა ხელისუფლების ვანახეთ იქ გადავიდი ჩემ მეგობარს თვითონ ადგილობრივია ეს პიროვნება და ჩაუტანა მეგობარმა ჩაუტანა? მეგობარმა ჩაუტანა ჩემი, რომელიც არაპარტიულია, მეგობრულად თხოვდა წავიდა. ეძმაკაცურად დაგვიდგა გორში. მერე? ჩავიდა დაუცვალა ეს შიფერი ადგილზე. მანქანით ჩაიტანა, დაუცვალა შიფერი ადგილზე. უცბად მიადგა დაახლოებით 6 პიკაპი, 31 პოლიციელი. ჩასაფრებულებიო. ალბათ, ეხლა შეეძლოთ სანამ ოჯახში მივიდო და მანამდე გაეჩერებინათ, ხო იცოდნენ უკვე ყველაფერი და. მერე? ანუ ჩაატარეს უცბად მე ესე წოდებული სპეცოპერაცია შიფერი. რა დაიჭირეს? არ დაუჭერიათ ეს შიფერი დატვირთეს თვითონვე უკან მანქანაზე. თავისთავად მანქანაზე? თუ იმ მანქანაზე? ისევ იმ კაცის მანქანაზე ვინ ჩაიტანა და ესე იგი ეს მანქანის მძღოლი, უაზის მძღოლი, თვითონ ეს ოჯახის დიასახლის ქალბატონი ცირა, თავის ორი ქალიშვილი ყავდა, ერთ-ერთი არის ეპილეფსიით არის. ისინი წამოვიდნენ? ის ამოტყოფი ბავშვი წამოიყვანა, თვითონ წამოვიდა ეს ქალბატონი ცირა და 3-4 მეზობელი. საღამოს 6 საათზე ჩამოიყვანეს დაახლოებით ის მაშინ გორის საპატრულო კრიმინალური რა სამართლებრივი სახე დაკითხვა მიმდინარეობს. საქმე აღძრეს? არ ვიცი, საქმე არ ამგონი რო აღეძრათ, ეხლა გავიგებთ, მე მაინტერესებდა მივედი. მაინტერესებდა რომ რა ხდება, გარკვეულიყავი, მაგრამ პასუხი არავინ არ გაქვს როგორც არა, მე რა მაინტერესებს, აი რა გაირკვა მე, რატო დავაკავეთ, რა სიძახია? არაფერს არ ეძახიან, კაცშვილი ხმას არის. შიფერი ამოიღეს, ხო? შიფერი წამოიღეს, სულად შეადგინეს? არაფერი არ შეუდგენიათ, არაფერი. ეხლა რა მდგომარეობაა? რა მდგომარეობა არ ვიცი ჯერ. შიფერი სად არის? შიფერი საპატრულოში. და ეს ქალი ჭაჭუმიტანილია თუ როგორ არის? ეს ალბათ იმ კანონთან არის მიმართებაში, რომ მე როგორც ვიცი, ეხლა ალბათ თვითონ გამოგვეხმაურებოდა, ანუ არ არის, ჩვენ ვერაფერი ვერ გავიგეთ, არა ვარ საქმის კურსში. ჩვენ ალბათ ჩავალთ იმ სოფელში, მაგრამ შენ მეგობარს ხარ გავესაუბროთ. მეგობარს მოვა ეხლა წუთი ეს ბიჭი მოდის ყოველდღიურად, რავი ეხლა. კაი, ხარაშო დავედოდოთ მაშინ. აი, ძვირფასო ტელემაყურებლებო, სანამ ველოდებით მეგობრის მეგობარს
ვიპოვეთ კაცი, რომელსაც ვეზოჩხეიძის ფილმში ეძებდნენ ბერლინში და მთელს ომის დროს ეძებდნენ მახარაშვილი გოდერძი, ხო? როგორ ახარ? აქ რა გინდა? წევრი ვარ თავისუფალი დემოკრატების. აბა მაშინ კი უნდა იყო. რატო ხარ მაინდა-მაინც თავისუფალი დემოკრატების წევრი? ძალიან სერიოზული იდეები აქვს და ძალიან სერიოზული გეგმები აქვს. ერთი იდეა მითხარი, სერიოზული მაშინ. თუნდაც სოფლის მეურნეობის განვითარება რომ არ არის. ვაფშე არ არის გეთახმები კი? და მაგრამ სოფლელი კაცი ვარ მე და მანდიდან დავიწყე. აი რა მოგწონს ალასანიასი, სოფელზე რა სიძახის? აი რა უნდა? ძალიან კარგად ვიცით რომ სოფლის მეურნეობა ჩაძირულია თლიან საქართველოში. ეგ გავიგე, დარხეული რო გვაგვიცით, ლაზიკა რო გვიშველის, ეგეც ვიცით. ლაზიკა მე არ ვიცი ვის უშველის, მაგრამ აი გლეხობას. ხო. აი ესეთი წყობის და ესეთი საქციელი მართლა არ უშველის. ხო და რა სიძახის ირაკლი რო რა არის, კარგიო რაო. ჯერ ერთი რაც გინდა ავიღოთ სოფლის მეურნეობის შხამქი მიგატებიდან დაწყებული არანაირი კონტროლი არ ახდება. კონტროლს დაამყარებს ეგ ვიცით კი. და არანაირი ისა როგორი წამალი შემოდის გლეხობას, არანაირი წამალს აყიდებენ. მომისმინე ჰიბრიდული სიმინდი დათესე. არა მითესია თეთრი სიმინდი დავთესე უმაღლესი მაქვს. და ეს არ ვარ გა ჰიბრიდული სიმინდი. თუ ვისაც მოსწონს იმან დათესოს, მე არ მომწონს. ქართველი კაცა მახარაშვილი მაგოდერძი ჰიბრიდული სიმინდი როგორ დათესო? გოდერძი, მახარაშვილი ვისო? ჯერ ერთი იქიდან დაწყებული. ხო. ჩემს სახელსა და გვარს ძალიან მაგრად უფრთხილდები შეცდომა არ მქონდეს. რუსეთში მაგრა გადიოდა შენი სახელი და ძალიან მაგრად. აი ქალები დნებოდნენ პირდაპირ. ვისაც ნაყურები ქონდა სამხედროში. ვის არ ქონდა ნაყურები? პოლაში ვიმსახურე სამხედროში. ავიაციაში. ოღონდ ტანკისტი არ იყავ. არა, ტანკისტი არ ვიყავი, აბა ტანკში ვერ ჩავეტევი. და ძალიან კარგად. და თვითრინავში ეტევი და ტანკში ვერ ჩაეტევოდი? თვითრინავში ვეტევი. გააჩნია. ფრინავი ტანკი რო არის, ილი, აი მაგაში ეტევოდი. ხო და მოусმინე, მე ვასეოდათ, ხო ეს მახარაშვილი გოდერძი. კაი კაცი ჩავს მახარაშვილი გოდერძი. ბატონო შალვა, სოფლებში ეტურ დადიხართ. როგორ არ დავდივარ? აი რაში არ დავდივარ? არ გინახავ შენ ჩემ გაცემები. კახეთში და იმაში როგორ არ აგნახე? კახეთში ვიყავი. მე აბა საათი არა, როგორ სოფლებში? მე ისი არის, ტირში მთელი კაცი. მითხარი, ჰა. აი როგორი სოფელიც არის მერეთი, სოფელი კოშკა, გუგუტიანი, საზღვრისპირა სოფლები არის ესეთი. ითხრი როდიშმე ამოიარეთ. რატო რა არის? დაათვალიერეთ რა ხდება. რა ხდება? აი მაინც რა ხალხს გაეს. ხო და რა ხდება? რა ხდება რა? ხილი მოიყვანეს ხალხმა და ვერ ვასალმებთ. ეგ კი კაცო. ხოდა მეტი რა, აი ზუსტად მაგას ვებძი ჩვენ რო. და მიშა რატო ევასებათ მაშინ? ვის ევასება? ვიღაცებს. ეხლა ვისაც ევასება, ეგ იმათ შეიკითხეთ, რა ვიცი ხო. ნახოთ რა იქნება, მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება. რა, ყველაფერი დემოკრატიული სახელმწიფო თუ აშენდა, დემოკრატიულად თუ ჩავატაროთ არჩევნები და ყველაფერი კარგად იქნება. შენ გაქვს მაგის იმედი? 100%-იანი. მართლა? დიახ. ვა. მოვიდა მეგობარი, რა ქვია? მე გოგიაშვილი. გოგი, შენ პარტიის წევრი არა ხარ, ხო? როსაც მაგაც ხარ ამის და გთხოვა რომ აუტანო შიფერი ინფრასტრუქტურას, ხო? ადგილობრივი მაცხოვრებელი იქაური სოფლის, ხო? ადგილობრივი სოფლის. აუტანე, ძალიან უჩერთ, ხო იმათ? აუ საშინეთ. მიუტანე და რა მოხდა? მე შემოვარდნენ პოლიციელები, როგორც შესიო მე. აღნიშნულ ადგილზე მივიტანეთ. ხო. შიფერი მოსახლეობა დაგვეხმარა მის დაცალაში. შემდეგ ყველაფერი როდესაც დამთავრდა, ამ დროს შემოვარდა პოლიცია. აი 6 პიკაპი და მთელი ამბები იარაღი დაგადეს თუ არა? არა, იარაღი არანაირი. დაგაკავე შენ? არავითარ შემთხვევაში ჩემთვის არაფერი არ უთქვა. აი რატომ მოვედით ვინა ვართ? რამოდენიმე კითხი მე ვინ ბრძანდებით მეთქი? რასაკეთებდნენ? აი მოვიდნენ და რასაკეთებდნენ რა? უბრალოდ მითხრეს რომ ვინ ბრძანდებიო. მე სადა ესა ვარ თქო. ჩემი მდგომარეობა ვითხარი ვინ არის საიდან წარმოვიდი. აქედან გამომდინარე შემდეგ მოსახლეობას გაესაუბრნენ და მოითხოვეს უკან დალაგება ისევ შეხვდეს. რატო? მიზეზი რა არის? ძალიან კარგი ვაკეთებ დახმარებას, მაგრამ ამ ოჯახს დაკითხვაზე რატო წაიყვანეს მაშინ? ვინ წაიყვანეს დაკითხვაზე? მე მამა შენი ხო წაიყვანეს? რატო რაო, რას ნიშნავს? დაკითხვა რა სტატუსით ეჭვმიტანილი, რა ვიცი. როგორც გამომძებელს ვკითხე, ასევე მე წამოვყო მამა ჩემს იმ შემთხვევაში რომ მაინტერესებდა. ო, აბა რა. ასე თქოდნენ, ვეროდებოდი გარეთ პოლიციის შენობის გარეთ. და როცა დაკითხვა მიმდინარეობდა, ეს გაგზავნა 1-4 საათი. ხო და რა სტატუსით კითხავდნენ, რა საქმეზე, რა ხდება, რა. შეიძლება ჩამოვართვით იმასთან დაკავშირებით, რომ შიფერი საიდან წარმოვიდა და დავცალოთ და გამოუშვეთ. ხო, მაგრამ კაი, გავიგე და მე რა ქნეს, დაიჭირეს ვინმე? არა, გამოვი შიფერი დაიტოვეს. კი, შიფერი დაიტოვეს. ეს შიფერი როგორ დაიტოვეს, ვერ გავიგე. შიფერი ხო, მაგათი არ იყო. ამოიღეს ეგ შიფერი რაღაცა ეჭვიტანილი იყო ეს შიფერი ამეში თუ რა? არის, მაგას ალბათ თვითონ რა კაი, ეს შიფერი სად არის, იქ არის, ხო? კი. ეხლა რომ მივიდეთ, გადავიღებთ ხო შიფერს? ჩუ. აქ არ შეიძლება ამ ტერიტორიაზე შემოსვლა ფეხით? ფეხით.
აქედან გასვლაშია წინა შეხვედრა თუ შესაძლებელი სამართლებაში. აქედან? ჰა? გამომძიებელთან. უფროსთან? ისევ იქიდან, ხო? თავარში დასული ფიქრობ. ხო, თავარში დასული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველო მთელი ამბავია აქ რა. ხოჭ აი ცუდად არ შეგვიშვებენ, მაგრამ ნახო ჩვენი მეთოდით გამოვიყენოთ. გამარჯობათ. შეიძლება შიფერს ვეძებთ, შიფერს. გუშინ შიფერი მოიტანეს აქ. შიფერი. აუთხარით, შალვა რამიშვილია მოსული გუშინ რო სოფელი უფლისციხესთან რო სოფელია, იქიდან შიფერი რო წამოიღეს, იმაზე მოვიდა თქო და კითხეთ აბა. აქა ვართ. რა სოფლიდან? ქვახრელში იყო შიფერი და წამოიღეს აქ და ქვახრელიდან შიფერს ვეძებთ. თუ არის ვაფშე აქ შიფერი ქვახრელიდან. თუ არ არის წავალ და ქვახრელში მოვძებ. იქნება ეზოში დევს. შიფერს ვეძებ, შიფერს. ჩემი შიფერი არის ქვახრელიდან წამოღებული. შიფერი ეგარაფერია. შიფერი მართლა გეუბნები. ქვახრელიდან მოიტანეს აქ დაყარეს ჩემი შიფერი. მართლა დედა მომიგდეს მართლა შიფერს ვეძებ. დედა მომიგდეს მართლა შიფერს ვეძებ. უფროსი არ არის ხო აქა? აი ხარაშ. არ არის? არავინ. გამარჯობათ. უფროსი ხო არა ხარ თქვენ? აი გადით გარეთ. გარეთ გავლენ. მე გამცემთ პასუხს უკამეროთ. რა შიფერს ეძებ? შიფერი მოიტანეს ქვახრელიდან გუშინ. არაფერი მოუტანა. ესე იგი არ არის აქ შიფერი. ტყუილა ვარ აქ. აქ რო აღმოჩნდეს მე შიფერი? ზუსტად იცით ინფორმაცია გაქვთ 100%-იანი რომ აქ არანაირი შიფერი არ მოუტანა. არა, გელაპარაკები რა, აქ არ არის ჩართული ეს, არ მოქმედებს. თქვენ სახელი და გვარი? აღნიშნულობა გაწყვეტ რა. არა, ნუ რას ნიშნავს აღნიშნულობა აქ? რა, რას მაძლევთ? რატომ აძლევ ლარიანს? ლარიანს რატომ აძლევ? ლარიანს რატომ აძლევ პოლიციელი? აბა მითხარი ახლა. პოლიციელი, თანამდებობის პირი, რატომ აძლევ ლარიანს? აიღე და წადი ახლა. ხო და მითხარი რატომ აძლევ? აიღე და წადი. ხო და რატო? აიღე და წადი. ხო და მითხარი რატომ აძლევ? ხო და რატო უნდა ავიღე? რატო? პოლიციელი ხარ, თანამდებობის პირი ხარ, ფორმაში. რატომ აძლევ ფულს? აიღე და წადი. რატო წავიდი? არა, მაქვს უფლება მოქალაქე ვარ და აქ ვიმყოფები. ფულს რატომ აძლევ? პატივისა რა გინდა? თქვენ მიზანდები პოლიციელი ხარ? კი, პოლიციელი. რატომ აძლევს თანამდებობის პირი ფულს? თქვენ მიზანდებით სახელი და გვარი? მე შალვა ვარ ამიშვილი. თქვენ სახელი? ჯონდი არ მზანდებით თქვენ. მიიღე და რატომ აძლევთ ფულს? რატომ აძლევთ? ფულს რატომ აძლევთ პოლიციელო? თანამდებობის პირო. რატომ აძლევ ფულს? ვაშკაცი ხო ხარ? მითხარი ფულს რატომ აძლევ? გამიცალი რა, მუშაობ. ფული მომეცი მე, რატომ აძლევ ფულს? რატომ? რა ვიქნება გიჭირს და? არ მიჭირს. რა ვიქნება გიჭირს? არ მიჭირს. ო, ავიცი. შენ ხარ თანამდებობის პირი, სახელი და გვარი მითხარი. აღნიშნულობა. არა, აქვს მნიშვნელობა? კარგი. ამა დამხესებული აქვს. ჩვენს წინ არის პოლიციის მანქანა WW007 კამრი, რომელიც მიდის ალბათ იმ სოფელს, სადაც ჩვენ უნდა წავიდეთ. დიდი სიჩქარეთან. ნახოთ აბა, იქ დაგვხვდება თუ არა ეს პოლიციის მანქანა. ჩვენ მოვედით იმ ქალბატონ ცირას ოჯახში, რომელსაც მოუტანეს შიფერი და აი შიფერი. ვა, შიფერი. ქალბატონო ცირა. მასპინძელო. გამარჯობათ. თქვენ მზადებით ქალბატონი ცირა? მე შალვა ვარ, რამიშვილი თბილისიდან ტელევიზიიდან. თქვენ აქაური ხართ მეზობელი? ეს შიფერი საიდან არის? წავიდეთ ქალბატონო? ანუ არ გინდა ჩვენთან ლაპარაკი. ისეთ პოლიციას რა უთხარი ამ ადამიანს რომ ესე გააღიზიანებს, მაგრამ ჰა ეგეთ ქვეყანა სახლი ნახე. ასე დამრიგად ძვირფასო ტელემაყურებელო ჩვენ ვამთავრებთ დღევანდელ გადაცემას. ფაქტია რომ რაღაც მოხდა შიფერის ამბავში. ისიც ფაქტია რომ სრულიად საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს Real TV-დან დაწყებული საპატრულო პოლიციით დამთავრებული Real TV ძალოვანი უწყება. აქვთ მითითება ჩემს წინააღმდეგ მითითება აქვს რომ ფული შესთავაზეთო, რაც შეიძლება Real TV ჟურნალისტების შემთხვევაში მეტნაკლებად
რელევანტურია, მაგრამ პოლიციელი ფორმაში რო ფულს გაძლევს, ეგ არ არის სწორი, ვანო. მე გემშვიდობებით, ჩვენ შეხვდებით ერთმანეთს ორშაბათს საღამოს მაესტროს არხზე.